300-ზე მეტი დრონი რუსეთისკენ უკრაინამ მოსკოვის ოლქს შეუტია. ცეცხლი გაუჩნდა სამხედრო ლოჯისტიკურ საწყობებსა და ქარხანას. მოსკოვის მერი ადასტურებს, რომ 70 დრონი დედაქალაქთან გაანეიტრალეს. ელექტროქვესადგურზე დარტყმების შედეგად ელექტროენერგია შეუწყდა ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიას დიდ ნაწილს. ტრამპის ზელენსკის მორიგი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. დღეს ვაშინგტონში ლიდერები უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, კაპიტოლიუმში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიწვეულია 100-ვე სენატორი. შეხვედრა იმართება იმ ფონზე, როდესაც სენატი რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესების კანონპროექტს განიხილავს. შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო, აცხადებს ამერიკის საელჩო. დიპლომატიური უწყება ოცნების წარმომადგენლების შეურაცხყოფის საბაბით ადამიანების დაპატიმრებას ცენზურად მიიჩნევს. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი, აცხადებს საელჩო. არ არსებობს საქართველოს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს, აცხადებენ შიდა ქართლის ჩინოვნიკები. გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, ადგილობრივი აიპების დირექტორები და თანამშრომლები სოციალურ ქსელში იდენტურ ტექსტებს აზიარებენ. ამ კაცმა ყველაფერი გაიღო და ოჯახის უსაფრთხოება დადო სასწორზე, ნათქვამია დაკოპირებულ Facebook პოსტებში.